მოგესალმებით. მიმდინარე წლის 8 თებერვალს დავითობას გელათის კონგრესზე განხილული და გამოთქმული მოსაზრებათა გათვალისწინებით შედგა ის დოკუმენტები, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ადრესატების მიმართ. გელათის კონგრესი მოგესალმება ტრადიციულია, ტარდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხებით. მისი ორგანიზატორია მეცნიერთა კონგრესი. იქ იყო განხილული მოსაზრებები მიმართვა ხელისუფლების გელათიდან ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, კონკრეტული მოსაზრებები განათლებასთან დაკავშირებით, კონკრეტული წინადადება ხელისუფლებას ქართული ბიზნესის დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტული წინადადება ხელისუფლების აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით და ასევე მეცნიერთა კონგრესის კატეგორიული პოზიცია საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ბუნებრივია გავიდა ერთი თვე, ესე იგი მეცნიერთა კონგრესმა მიიღო გარკვეული ესე იგი წინადადებები ამ დოკუმენტების ვთქვათ გამდიდრების უფრო რაღაცნაირად კიდევ მაღალ დონეზე აყვანისა და აი დღეს უკვე საბოლოო სახით არის ეს დოკუმენტები წარმოდგენილი და მე ვთხოვდით პროფესორ ვახში ჟვანიას საზოგადოებას გააცნოს ამ დოკუმენტების შინაარსის შესახებ. მოგესალმებით, ბატონებო, ქალბატონებო, მე გაგაცნობთ წერილის ტექსტს, რომელსაც წერთ ბატონი ირაკლი კობახიძეს, პრემიერ-მინისტრს და ზუსტად ასეთი ანალოგიური წერილი და მისი თანხლები დოკუმენტაცია გაეგზავნება პარლამენტის თავმჯდომარეს, გაეგზავნება ქვეყნის პრეზიდენტს და ასევე მთავრობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს. ბატონო პრემიერო, მომავლის საქართველოსთვის ერთობლივი ბრძოლის განწყობით გაახლებთ 2026 წლის 8 თებერვალს დავითობას გელათის კონგრესზე განხილულ და გამოთქმულ მოსაზრებათა გათვალისწინებით გადამუშავებულ დოკუმენტს. გელათის კონგრესი ტრადიციულია, ტარდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხებით. მისი ორგანიზატორია მეცნიერთა კონგრესი. ჩვენი პოზიცია მუდმივად იყო დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა და სოლიდარული პასუხისგებლობა ქვეყნის მომავლისათვის. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მიმდინარეობს აკადემიური დისკუსია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მომავლის პროგრამებთან დაკავშირებით. ასეთივე ხაზგასმა გააკეთეთ თქვენ რამდენიმე ხნის წინ. ჩვენ ვიზიარებთ ხელისუფლების წინადადებას დისკუსიასა და დებატებთან დაკავშირებით და გიდასტურებთ მზადყოფნას მათში მონაწილეობის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საჯარო განხილვა თქვენი მონაწილეობით სასარგებლო იქნება საზოგადოებისათვის. გელათის კონგრესის გთხოვთ მხარდაჭერას. გელათის კონგრესის ყველა მასალის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ინტერნეტ სივრცეში და ცივილიზებული ახლა ამ დოკუმენტს ხელს აწერენ გელათის კონგრესის დავალებით ბატონი თემურ ჩილაჩავა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გია კვაშილავა, მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის დოქტორი, გელა ყიფიანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დავით სახვაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მედია აბაშიძე, სააქციო საზოგადოება ქართულის დირექტორი, ამირან აბციაური, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის ტექნიკური აკადემიის დამფუძნებელი, ჯუბა ხებელი, პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,
გაზეთ ლიტერატურული საქართველოს რედაქტორი, ალექსანდრე კასრაძე, სოციალური დიზაინერი, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სასწავლო ცენტრის დირექტორი. 5 მარტი 2026 წელი. ახლა მე მინდა წაგიკითხოთ თან დართული დოკუმენტების ნუსხა, რომელიც თან ერთვის აი ამ ჩვენს წერილს. ეს დოკუმენტები სულ მიღებულია გელათის კონგრესზე. პირველი, მიმართვა ხელისუფლებას გელათიდან, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიული კედლებიდან, 2 ფურცელზე. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, 5 ფურცელი. კონკრეტული მოსაზრებები განათლებასთან დაკავშირებით 2 ფურცელზე, კონკრეტული წინადადება ხელისუფლებას ქართული ბიზნესის დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებით განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის 1 ფურცელზე, კონკრეტული წინადადება ხელისუფლებას აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის 1 ფურცელზე, მეცნიერთა კონგრესის კატეგორიული პოზიცია საზოგადოებამ უნდა იცოდეს 4 ფურცელზე. აი სულ 15 ფურცელზე არის ეს დოკუმენტები და იგივე ტექსტით და იგივე ნუსხით ეს წერილი გაეგზავნება ბატონ მიხეილ ყაბელაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ პაპუაშვილს. აი ეს მინდოდა მეცნობებია თქვენთვის. ახლა ჩვენ ვთხოვდით ბატონ თემურ შაშიაშვილს წარმოადგინოს ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა. ვთხოვთ ბატონო თემურ. ბატონო თანდელ, ეს ის მე მგონი რომ იქ იყოს, არა რომ ამოვიღოთ. იგი დაუდეთ იქ. მე ვაიქამდე. გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ბატონ თემურ, დიდი მადლობა რომ თქვენ დაიწყეთ გელათის მეცნიერთა კონგრესი ცნობილმა მეცნიერებმა, აფხაზეთთან დაკავშირებულმა პიროვნებამ, ერთ-ერთმა იმ გამორჩეულმა პიროვნებამ, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით როგორც ქართველს ძალიან მაღალი აქვს ციტირება და ამავე დროს ძალიან მიღებულია თქვენი მეცნიერული ხედვა, მეცნიერული შრომები. ასეთივეა მეცნიერთა ის შემადგენლობა, რომელიც ამას აწევს ხელს. უნდა გითხრათ, რომ მადლობას ვამბობ, იმიტომ რომ თქვენ იცით ძალიან ბევრს არ ქონდა ის სურვილი, რომ გავეგზავნო ეს წერილები ჩვენ ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებული პოზიცია ქონდა არაერთი იურის, მათ შორის ბატონ ზაზა ხატიაშვილს, რომ სამარცხვინო უკვე ისინი ხვდნენ, რომ სამარცხვინოა ხელისუფლებისთვის წერილების გაგზავნა, როცა არაფერზე არ რეაგირებენ. მაინც მეცნიერთა კონგრესი წავიდა იმ გზით, რომ ამ ეტაპზე, როცა ასეთი დაძაბულია ვითარება და როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად არასწორი გზით მიდის და ეს არ არის მარტო ხელისუფლების ბრალი, ამას ხელს უწყობს როგორც საზოგადოება, ასევე განსაკუთრებით ოპოზიცია. ამიტომ საჭიროდ ჩაითვალა არა მარტო ამ წერილების გაგზავნა, არამედ სერიოზული მიმართვის გაკეთება, რომელიც ძირითადში მოსახლეობაზეა ორიენტირებული. ამავე დროს მადლობა მინდა უთხრა ასავალ დასავალს და გაზეთ რეზონანს ლიტერატურულ საქართველოს, რომლებმაც გამოაქვეყნეს გელათის კონგრესის მასალები და ეს პროცესი გრძელდება და მინდა გითხრათ, რომ გელათის კონგრესზე და იმის შემდგომ უამრავი ადამიანი, ვინც იქესრებოდა და შემდგომ გაეცნო თქვათ ამ მასალებს, აქტუალებულია იმით და ყველანი ერთხმად ამბობენ, რომ არ არსებობს დღეს საქართველოში არც ერთი ძალა, პოლიტიკური და არაპოლიტიკური. არ არსებობს დღეს საქართველოში რომელიმე გუნდი, აი რომელსაც ჰქონდეს დოკუმენტები ისე მწყობრად ჩამოყალიბებული, როგორც ეს მეცნიერთა კონგრესი აქვს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ
აი სამი ნაწილისგან შედგება ის. ახლა ბატონმა ვახშიმ, ბატონმა თემურმა წარმოგიდგინეს თქვენ და ითქვა რომ რაც გაუგზავნეთ, მაგრამ აი ეს არის გაგზავნილი ბატონებო, ხელისუფლებაში ყველგან, ყველა დონეზე ეს არის საქართველოს ინტეგრალური რესურსები, ანუ რა პოტენციალი აქვს ქვეყანას. ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს არის სრულყოფილი დოკუმენტი, მაგრამ ჩვენ ეს შიშველი ხელებით შევძელით გავგეკეთებია. თუ ხელისუფლება მიეხმარებოდა ამ პროცესს, იქნებოდა ძალიან კარგი რომ ჩვენ სრულყოფდით ამ მასალას და ქვეყანას ექნებოდა ერთი ძალიან ძლიერი დოკუმენტი, რომელშიც აშკარად გამოჩნდებოდა რა პოტენციალი აქვს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ 1992 წლის შემდგომ ვერ შეძლო ქვეყნის პოტენციალის 7-10%-ზე მეტის მოქმედებაში მოყვანა. მეცნიერთა კონგრესის დასკვნით, იმ ფულითაც კი რომელიც დღეს ბიუჯეტშია, შეიძლება მინიმუმ 5-ჯერ მეტი საქმის გაკეთება, ვიდრე თქვა დღეს რეალურად კეთდება. ანუ ჩვენ ტაშს უკრავთ იმას, რასთვისაც პასუხს უნდა ვთხოვდეთ ხელისუფლებას და ბევრ სხვა ვინმეს, ამას კი არ უნდა ვიწონებდეთ. და ამ დოკუმენტებში ხაზგასმულია რომ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება არის მსახური და ბატონ პატრონი არის ხალხი. საქართველოში შეცვლილია ეს. ხალხსაც გონია რომ ხელისუფლება არის უფროსი. ვიდრე მოსახლეობა არ გამოვა ამ განწყობიდან რომ ხელისუფლება არის მსახური და არ შეიძლება მსახური ცხოვრობდეს უკეთესად, ვიდრე ვთქვათ აი ამ შემთხვევაში მისი დამქირავებელი ხელისუფლება არის დაქირავებული ხალხის მიერ. ეს არის ესე იგი როგორც იტყვია ძველი საბჭოთა გადმონაშთი ჩარჩა, გაუკუღმართებული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, რომელიც რეალურად უნდა შეიცვალოს და მახარებს მეცნიერთა კონგრესი, მისი ყველა შეხვედრა და მეცნიერთა კონგრესის წევრთა ესეთი განწყობა რომ თქვათ პირველი ნომერი არის სწორედ ხალხთან ვიმოქმედოთ, ვიმუშაოთ, რომ ხელისუფლებას უთხრათ რომ შენ არ ხარ უფროსი, შენ ხარ მსახური და ხალხს უთხრათ რომ შენ ხარ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი. აი, როდესაც ჩვენ სხვა დოკუმენტზე ვიდრე ვიტყოდე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმას რომ აი ვისთან გვინდა ჩვენ თანამშრომლობა და ხელისუფლება იქნება თუ ქვეყნის გარეთ. დღეს ბატონმა ვახშიმ პიროვნებამ რომელიც არის ძალიან ძლიერი სპეციალისტი მართვის საკითხებში და არის ერთ-ერთი გამორჩეული მამულიშვილი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მთელი თავისი ოჯახით და განწყობით თქვა უნიკალური ფორმულა. ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა მხოლოდ იმ ქვეყნებთან, სადაც ხელისუფლება იცვლება. სადაც ხელისუფლება არ იცვლება, იმ ქვეყნებთან ურთიერთობა არის ძალიან მძიმე და არ არის რაიმეს მომტანი საქართველოსთვის. საქართველოს უბედურებაც ეს არის, რომ საქართველოში რომ რომელიმე ხელისუფლება მოვიდოდეს და იტყოდეს, რომ მე ერთი არჩევნების შემდგომ მივდივარ, ან როგორც ამას მეცნიერთა კონგრესი ამბობს, ან იტყოდეს იმას, რომ მე ორი არჩევნების შემდგომ მივდივარ, ეს იქნება ბედნიერება, მაგრამ ესე არა, მოდის და გონია რომ ბოლომდე უნდა იყოს. მეცნიერთა კონგრესს აქვს უნიკალური ჩანაწერი. ვისაც გინდათ ის იყავით, ოღონდ შეასრულეთ ის პროგრამები, რომელიც მეცნიერთა კონგრესმა და ფორმულა როგორც არის ჩამოყალიბებული, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. არჩევნები შემდგომ 2 წელიწადში უნდა აბარებდეს, რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში, რაც დაპირდა ხალხს შეასრულა თუ არა ის. საქართველოს უბედურება არის ერთი და უმთავრესი რამ, რასაც არჩევნების წინ პირდებიან, იმის საწინააღმდეგო საკეთებენ არჩევნების შემდგომ. მე ამ დღეებში ვაპირებ გავაანალიზო ეს და ხალხს უთხრა რომ აი თქვენ დაგპირდნენ ეს, მაგრამ აკეთებენ სხვას. გააკეთეს რა, აძვირებენ ჯარიმები, ესე იგი ემიგრანტებს მონაწილეობა აუგზავნეს ამ იმაში უნივერსიტეტების შეერთება და რაღაც რეორგანიზაცია, ყველა აბსოლუტურად არაფერზე ლაპარაკი არ ყოფილა არჩევნების წინა პერიოდში. ანუ არჩევნების წინ რაც დაპირდნენ ხალხს, იმის საწინააღმდეგო საკეთებენ არჩევნების შემდგომ. ჩვენ არ ვებძვით არავის, ეს არის ჩვენ ამის გამო გვაკრიტიკებს ბევრი ვინმე, მაგრამ მე გამოკეთილად მინდა ვთქვა, ამ პროგრამის გარდა არსებობს მეორე დოკუმენტი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, სადაც მოცემულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და აქვე არის პროგრამა ამ პოტენციალის ამ მდგომარეობის ქვეყანაში. ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში, აი აგერ არის ჩადებული ამ პროგრამულ დოკუმენტებში, რომელიც აქვს და ვარ ბედნიერი რომ მეცნიერთა კონგრესს აქვს ისეთი პროგრამები შემუშავებული, რომ 6 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის
90% როგორც მინიმუმი იქნება მოტივირებული. ეხლა თქვენ მეცნიერებით ხართ, საზოგადოებას კარგად იგებს ამას, რომ მოტივირებული ადამიანი არის ქვეყნის სიმდიდრე. ამ ადამიანმა იცის, რატომ დგება დილით, რა უნდა გააკეთოს, რას მიიღებს გარკვეული პერიოდის შემდგომ და იცის, რომ მას არ ეშინია დილის გათენების არ ეშინია, ჩართულია საქმეში და აი ესე იგი არ არის, როგორც იტყვიან, დეპრესიულ მდგომარეობაში არ არის. ეს არის, როცა მეცნიერთა კონგრესს ასეთი პროგრამები აქვს და ამან გაიმარჯვა ბოლოში, როდესაც თქვათ იყო კამათი გავაგზავნოთ, არ გავაგზავნოთ. მეცნიერთა კონგრესმა თქვა, მოდი ჩვენ უფრო დიდი ინიციატივა გამოვიტანოთ და ამ კონგრესის, გელათის კონგრესის შემდგომ გამოვიტანოთ ისეთი ინიციატივა, რომელსაც თუ ხალხი გაგვიგებს და ხალხი ამას მიხვდება, შეაფასებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შეიცვლება. აი რა ინიციატივაა ეს? სათაური ამ დოკუმენტის არის ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ, 100 დღით ადრე, 26 მაისამდე. მაგრამ ამის შემდგომ ჩვენ რო გვეგონა, რომ ამ დოკუმენტს ექნებოდა მხარდაჭერა ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, წავიდა საპირისპირო პროცესები. რატო შევიკრიბეთ ჩვენ ასე სასწრაფოდ? აი იმიტომ რომ გუშინ წინ 9 პარტია შეიკრიბა, ნაცვლად იმისა რომ ჩვენ უთხარით რომ მოდით რა, ამ ქვეყანაში ერთმანეთთან დაპირისპირებით ვღუპავთ ქვეყანას, რომ დაპირისპირებით ჩვენ ვინარჩუნებთ პოლიტიკურ რაღაც წონას და ვტივტივებთ ზედაპირზე, მაგრამ ვანგრევთ ქვეყანას, რომ 20%-ია, მაქსიმუმ 30%, რომელსაც მოწონს ან ხელისუფლება და ოპოზიცია, დანარჩენი 70-80%, რომლისთვისაც მიუღებელია ეს ყველაფერი, მაგრამ 70-80% ცხოვრობს არსებობისთვის ძალიან დიდი ნაწილი და მას არ აქვს საშუალება, რომ აი როგორც იტყვიან, ქვეყანას მართავს დღეს რეალურად ქვეყანას მართავს შიში და შიმშილი. ადამიანს ეშინია შიმშილის. ამიტომ ფიქრობს იმას, ვაი დღეს რომ ეს თქვა, ხვალ შეიძლება აღარც ეს პური არ მქონდეს, რომელიც მაქვს დღეს რეალურად და ნახეთ, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც სოციალური პროტესტი არ არსებობს. ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროტესტი არსებობს. პოლიტიკურმა პროტესტმა შეჭამა და გაანადგურა ქვეყანა. ნებისმიერ ქვეყანაში სოციალური პროტესტი ნიშნავს პროგრესს. ხელფასსაც, პენსიასაც, სამუშაო ადგილსაც, ყველაფერს საქართველოში ვინმეს გინახავთ, რომ თქვათ, ოდესმე ყოფილა რაიმე მიმართულებით სოციალური პროტესტი. არა. ესე იგი, ფასები იზრდება, პროტესტი არ არის. არის პროტესტი რიგში, ოჯახში, სამზარეულოში, მაგრამ ხალხმა ეს არც ერთი ევროპული ქვეყანა, რატო არ უნდა ჩვენთან ევროპა? არც ერთი ევროპული ქვეყანა ამას არ მოითმენდა. არც ამ ფასების ამსდას, არც ამ ჯარიმებს ინგლისიდან ჩამოვიდა კაცი და თქვა, ერთი თვის განმავლობაში აქ ორჯერ მეტი ჯარიმები დამეკისრა, ვიდრე 5 წლის განმავლობაში ინგლისში. ეხლა როგორ კაცო, ესე იგი ინგლისში ისწავლა, მანქანა დაყავს ნორმალურად და საქართველოში ვერ შეძლო ამის ის ეხლა ხوار შეიძლება ქვეყანა ცხოვრობს ჯარიმებით. მე მარტივ რამეს გეტყვით და ყველაფერი ამით ნათქვამი. იყო საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შუქი მოგცა და იმ დროს არ იყო შუქი რა. ესე იგი, მე ვიყავი ქუთაისის მერი. 89-90 წელში ქუთაისი გამოიყენებდა 300 მეგავატ ელექტროენერგიას. დღეს 45 მეგავატია. ესე იგი, არ გვაქვს ეკონომიკა და გვაქვს შუქი. და ეს გვიხარია. აი როგორ არის აზროვნების სიძნელე ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვამბობდეთ იმას, რომ ხალხო, კარგია რომ შუქი გვაქვს, მაგრამ სად არის ეკონომიკა? რა თქმა უნდა, 300 მეგავატი რომ იყო საჭირო, დღეს 45 მეგავატი აქვს, ანუ ნახეთ რამდენია თითქმის 7-ჯერ ნაკლები, ხომ? 7-ჯერ ნაკლები ენერგია და გვაქვს შუქი სახში, მაგრამ არ არის სამუშაო ადგილი, არ არის ხელფასი, არ არის პირობები და მიდის ქვეყნიდან ხალხი გარეთ. აი ამიტომ ამ მიმართვას აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამ მიმართვაში ჩადებული არის ის, რომ არასწორი გზით მიდის ხელისუფლება, არასწორი გზით მიდის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. ამ 9 პარტიის შეკრებამ კიდევ უფრო გაამწვავა ეს და დიდი მადლობა მეცნიერთა იმ გუნდს, რომლებმაც თქვენს რომ ეხლა სასწრაფოდ გავაკეთოთ რეაგირება, იმიტომ რომ ჩვენ გვეგონა რომ ხელისუფლება თუ არ უჭერს მხარს ამ წინააღმდეგობას, ბიჭო, ოპოზიციაში მაინც გვექნება მხარდაჭერა, არც ოპოზიციას უნდა ეს და არც ხელისუფლებას არ უნდა. აი ამაშია მეცნიერთა კონგრესის ძალიან დიდი პრობლემა, რომ არავის მის მიერ შექმნილი არც დოკუმენტები უნდა და არც პოზიცია არ უნდა. აი რა პოზიცია ეს?
ჯერ ჩვენ ვაფასებთ მდგომარეობასაც და ვამბობთ, აი როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მეცნიერთა კონგრესის საინიციატივო ჯგუფის მიმართვა ხელისუფლებისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი, ინტელიგენციისადმი, მედიის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, ესე იგი, საერთოდ მოსახლეობისადმი. ბატონებო, რაც დრო გადის, მით უფრო აშკარა ხდება მზაკრული განზახვა, მოკლედ რომ თქვათ, შეთქმულება ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ამ შეთქმულების მიზანი იყო და რჩება ხალხის დამშევა და დაუზრურება მათი ადვილად მართვის მიზნით. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ამ ანტიქართული პროცესის მონაწილე სხვადასხვა დოზით გავხდით ყველანი, ხელისუფლებებიც, პოლიტიკოსებიც, ინტელიგენციის წარმომადგენლებიც, ჟურნალისტებიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც და ხალხის ძალიან დიდი ნაწილი. ამ შეთქმულებას საფუძვლად ედო და უდევს ფული. საქართველოში ფულმა მართლაც გაანათა ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთად აქცია ხალხის ცხოვრება. რა არის ტყუილი? ის რომ საქართველო ქართველებისგან დაიცალა და უცხოთელთა საცხოვრისად იქცა? რა არის ტყუილი? ის რომ საკუთარი ოჯახის და ახლობლების გადარჩენის საბანკო სესხების დაფარვის მიზნით უცხოეთში გადახვეწილ თანამემამულეთა აბსოლუტური უმრავლესობა მონუშრომაში რომ არის? რა არის ტყუილი? ის რომ ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთის ქვეყნებში არ აქვს იგივე უფლებები, რაც ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში? რა არის ტყუილი? ის რომ მეცნიერული გათვლებით ერთი ადამიანის თვიური სასურსათო კალათა 3000 ლარის პარლებშია და რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტს არ აქვს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების მიღების საშუალება და რეალურად შიმშილში ცხოვრობს? არ არის მართალი, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი და ღარიბი კიდევ უფრო ღატაკი გახდა? არ არის მართალი, რომ საქართველოში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს? არ არის მართალი, რომ დემოგრაფიული სიტუაცია კატასტროფულია? არ არის მართალი, რომ ადამიანები იბრძვიან არა საკუთარ შესაძლებლობათა რეალიზაციისთვის, არამედ სიცოცხლის გადარჩენისთვის? ან იქნებ ის არის ტყუილი, რომ მოსახლეობის 5%-ის ხელში არის გაცილებით მეტი სიმდიდრე, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენი 95%-ში? ან იმას ვერ ვხედავთ, რომ ქართული პოლიტიკა ბიზნესად იქცა? იმას ვერ ვხედავთ, რომ შუას გაკრეფას მოყვა ეროვნულ ძალთა განდევნა პოლიტიკური ასპარეზიდან? იმას ვერ ვხედავთ, რომ ქართული პოლიტიკა დღეს ურაპატრიოტებისა და ულტრალიბერალების ხელშია? იმას ვერ გრძნობთ, რომ ხელისუფლებამ შემოიტანა მოწოდება მთავარია მშვიდობა, მაგრამ ადამიანი არ არის თავისუფალი. ჩვენთვის მეცნიერთა კონგრესისთვის მხოლოდ იმ მშვიდობას აქვს ფასი, რომელიც თავისუფალ ადამიანებს ეკნობა. ქვეყანაში, სადაც ადამიანი არ არის თავისუფალი და თავისუფალი ვერ იქნება ადამიანი, თუ ის პურზეა მიმული და კუჭზეა მიმული, თუ ის საშუალო ფენა არ არის ქვეყანაში, 70-80% ის თავისუფალი ვერ იქნება. საქართველოში თავისუფალი ფენა 3%-ის პარლებშია. ვინმესთვის არის საკამათო, რომ ულტრალიბერალიზმის და ურაპატრიოტიზმის ანტიქართულია? რომ ვინმესთვის არის საკამათო, რომ პარლამენტი მდიდართა ბიზნეს კლუბად იქცა? ვინმესთვის არის საკამათო, რომ ჩვენ დღეს ფულის უბლების ქვეყანაში ვცხოვრობთ? ვინმესთვის არის საკამათო, რომ საქართველო ოდითგან იყო და მისი მომავალი მხოლოდ ერთ საყრდენზე დგას ნიჭის ძალაუფლებაზე? ვინმესთვის არის საკამათო, რომ ქვეყანა სჭირდება არა ქუჩის რევოლუციები, ქუჩის ბელადები და ქუჩის პოლიტიკოსები, არამედ ინტელექტუალური რევოლუცია? ვინმესთვის არის საკამათო, რომ ხელისუფლებაში ყოფნისთვის მთავარი კრიტერიუმები უნდა იყოს ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, გამოცდილება და წესიერება, რომ ამ უკანასკნელის, ანუ წესიერების გარეშე პირველი 4 დამანგრეველი ხდება. ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ მთავარია იმის გაცნობიერება, რომ ხელისუფლებისათვის ბრძოლას ეწირებოდა და ეწირება ქვეყანა. რეალურად ცხოვრობთ სიყალბესა და კორუფციაში. სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ოსტატური ქმედებებით და ფულზე გაკიდული პოლიტიკოსების და მათი მხარდამჭერების გამოისობით ქვეყანაში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა კრიზისშია მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით გვაქვს დაპირისპირება და ეს კრიზისი მით უფრო ღრმა, რაც უფრო მწარეა დაპირისპირება. ისტორია ადასტურებს იმასაც, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კრიზისიდან, რომცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს
და შეთანხმებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ სწორედ ამ ხედვით გთავაზობთ ჩვენს მთავარ მოსაზრებას დაპირისპირებიდან გადავიდეთ თანამშრომლობაზე კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად. ეს ადვილი არ არის. ამ გზით ვთვლამ მხოლოდ ძლიერ შეუძლიათ. ჩვენ მთავარ პრინციპსაც გთავაზობთ მთავარ შეერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი ლანძღვა გინებისა და ძალაუფლების დემონსტრირების გარეშე. დრო არ ითმენს, მეტიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ყველაფერთან ერთად საერთაშორისო იზოლაციაში მოვიქეცით. მთავრობის მიერ შემოთავაზებულმა დისკუსია დებატებმა დაპირისპირება კიდევ უფრო გააძლიერა. ხალხის გულების მოგების მთავარ პოლიტიკურ იარაღად დემაგოგია იქცა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 26 მაისამდე ეს 10 დღით ადრე გამოქვეყნდა, ან 26 მაისამდე. ან დარჩენილ 100 დღეში, ახლა ცოტა ნაკლებია, მოსახლეობისათვის ყველაფერი უნდა ნათელი უნდა გახდეს. ან ვინ აგრძელებს გზას დაპირისპირებითა და ძალადობით და ვინ ფიქრობს მომავლის საქართველოზე. მიგვაჩნია, რომ 26 მაისამდე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი ლანძღვა გინებასა და დაპირისპირებაზე და დაიწყოს საჯარო განხილვა იმ პროგრამების, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანა წავა განვითარების გზით, მოსახლეობა იგრძნობს სოციალურ სიკეთეებს. კარგი იქნება თუ პარლამენტის ბიბლიოთეკა, საჯარო ბიბლიოთეკაზეა საუბარი, მიიღებს წინადადებას და კვირაში ერთი დღე დარბაზი დაეთმობა კონკრეტული პროგრამების განხილვას. შესაძლებლად ვთვლით იმასაც, რომ ბატონი ბიძინავანიშვილის სასტუმრო პარაგრაფშიც გახდეს იყოს ამის საშუალება ასეთი პროგრამული განხილვებული თავისუფალი დასწრებით და პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით. ანალოგიური საშუალებები შეიძლება მოიძებნოს ყველა ქალაქსა და რაიონში, სადაც ასეთივე შეხვედრებისთვის ყველანი ჩავალთ. რა თემებზე ვიმსჯელოთ? საემიგრაციო პოლიტიკა. 170 ქვეყნისთვის გვაქვს ჭიშკარი ღიად, ქვეყნის ჭიშკარი ღიად, ესეთი რამ მსოფლიოში არავის არ აქვს. ანუ 170 ქვეყნის წარმომადგენლებს დღეს შეუძლიათ გადაწყვიტონ და ხვალ საქართველოს ჩამოვიდნენ. ამის მიათედი არ აქვს ამერიკას, ამის მიათედი არ აქვს ევროპის ქვეყნებს და ჩვენ 170 ქვეყანას, ესე იგი ეს მოსახლეობამ არ იცის, ეს კატასტროფაა ეს. საგარეო პოლიტიკა, დასაქმების პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, დემოგრაფიული პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, საბანკო პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა, განათლებასთან დაკავშირებით ბატონ თემურს ჰქონდა წინააღმდება მეცნიერებისა და განათლების და ვიზიარებთ ამ იმას და ეს ჩასწორდება მე კიდე. ესე იგი საბანკო პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა, აგრარული პოლიტიკა, რეგიონალური პოლიტიკა, მართვის სტრუქტურების ოპტიმიზაცია, ხარჯების ჩათვლით, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. მინდა გითხრათ, რომ დღეს რამდენი ადამიანიც არის დასაქმებული სახელმწიფო სექტორში, ამის 20% არის სრულიად საკმარისი, რომ გაკეთდეს ორჯერ მეტი საქმე. რომ რეალურად გამოდის, რომ ქვეყანაში ერთი კაცის საქმეზე 10 კაცია მიმაგრებული. და ამიტომ არ კეთდება არაფერი. აბსოლუტურად უსაქმურობაა მთელ სახელმწიფო ვერტიკალში. იმიტომ რომ ერთი კაცი ერთ საქმეზე არ აგებს პასუხს. და ამასთან ემატება კიდე რომ ესე იგი რასიმ დიდრის ავეჯი, რასიმ დიდრის მანქანები. ჩვენ ვამბობთ და მოსახლეობა როგორ ატარებს ამას, რომ ნიუ-იორკის მერიაში ყავთ ნაკლები მანქანები, ვიდრე თბილისის მერიაში. რომ ნიუ-იორკის მერიაში მუშაობს ნაკლები ადამიანი, ვიდრე თბილისის მერიაში. გასაოცარია პირდაპირ. მე ხმამაღლა ვამბობ, ჩემს დროს ქუთაისში 150, 170, მე რომ ჩავედი ორჯერ მეტი იყო, მაგრამ დამოვიყვანეთ 150-ზე, დღეს 4000-ზე მეტი ადამიანი იღებს ხელფასს. და ძალიან ბევრი წასულია ქვეყნის გარეთ, უბრალოდ ხელფასი ერიცხება. უთხრეს რომ ოღონდ წადი, მოვიდა ახალი ხელისუფლება, უთხრეს წადი, გადაგიყვანთ რაღაც ეს არასამთავრობო ისინი რომ შექმნეს პატარა ისინი დასაქმების ადგილები, გადაიყვანეს იქ, ეს ხალხი დეკვალიფიკაციას განიცდის, არაფერს არ აკეთებენ, ხელფასი ერიცხებათ, ბევრი უცხოეთშია წასული. სასწაული ეს მე მსგავსი რა, ადამიანებს რო ვესაუბრები ქვეყნის გარეთ, აი არც კი ესმით ასეთი რამეები. ესე იგი ანტიკორუფციული პოლიტიკა, ანტიმონოპოლური პოლიტიკა შეიძლება რომ 5%-ის ხელში იყოს საქართველოს მოსახლეობის 95% სიმდიდრე. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ ანტიმონოპოლური პოლიტიკა არ არსებობს. ესე იგი, ენერგეტიკის პოლიტიკა, თავდაცვითი პოლიტიკა, კვების უსაფრთხოების პოლიტიკა, ესე იგი, საქართველოს მოსახლეობა ჭამს სიკვდილის გზაზე მიმავალ პროდუქტებს. აი ეს არის რეალობა. ვისაც როგორ არ უნდა მოდის ეს პროდუქტები ირანიდან, თურქეთიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაშინ როდესაც მეცნიერების დასკვნით თუ ჩვენ ქვეყანაში მოწეულ პროდუქტებს
პროდუქტებს, ანუ ისეთი ხაერი, წყალი, სითბო და მიწა ჩვენთან აქ მოწეული პროდუქტები რომ ვჭამოთ, ჩვენ ინტელექტუალურად შეიძლება მსოფლიოსთვის გავხდეთ ყველაზე ღირებული ქვეყანა, იმიტომ რომ ინტელექციას რას ჭამს, რას სვამს და რა ბუნებაში იზრდება ადამიანი, როგორც ამერიკელებმა დაადასტურეს, იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება, თქვათ, ნიჭი და როგორი იქნება ინტელექტუალური მდგომარეობა ქვეყნის. ჩვენ ვართ სასწაულად ძლიერ ქვეყანაში და ჩვენ იმის გამო, რომ ჩვენ პროდუქტებს არ ვჭამთ და არა მარტო ჩვენ პროდუქტებს არ ვჭამთ, ჩვენ მოგვაქვს საწამლავი პირდაპირ გაგებით ქიმიური პროდუქტები, 300-400 მილიონის ქიმიური პროდუქტი მოგვაქვს თურქეთიდან. ისეთი ქიმია, რომელსაც თვითონაც არ უკეთებენ. იმას მოიწამლა მიწა და მოიწამლა წყალი შესაბამისად, მოიწამლა ბუნება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არის ქართული მიწა. რა დროს დაპირისპირება, ბატონებო, ამ პრობლემებში გავერთიანდეთ და მივხედოთ ქვეყანას. ესაა მეცნიერთა კონგრესი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკა, რომელიც საერთოდ დავიწყებულია. ნებისმიერს უნდა მიეცეს საშუალება, პარტია იქნება, პოლიტიკური ძალა იქნება, წარმოადგინოს თავის პროგრამა, რომელიც სხვის კრიტიკაზე კი არ უნდა იყოს აგებული, არამედ საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ჩვენ თავშივე ვთავაზობთ ხელისუფლების განმარტებას. აი როგორია მეცნიერთა კონგრესის აზრით, რას ნიშნავს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისაგან მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. უნდა შევთავაზეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს ან საერთო სახალხო რეფერენდუმზე გატანილი იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი. ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს ორადორი ფუნქცია: შექმნას ქვეყანაში კონკურენტული გარემო და მეორე ადამიანი იყოს დაცული. ეს არის კონვერგენციის თეორია, რომელიც აერთიანებს კაპიტალიზმის საუკეთესოს, ანუ კონკურენციას და ნიჭის ძალაუფლებას, ასევე ევროპული სოციალიზმის საუკეთესოს, დაცული ადამიანი. აი ესაა დღეს თანამედროვე მსოფლიოს მიმართულება. საქართველოში გამოდის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 92 წლის შემდგომ პრაქტიკულად ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ყოლია. ყავდა ხელისუფლებები, რომლებიც დიდრდებოდნენ, ცხოვრობდნენ კარგად და აღარ ჩამოდიან პოლიტიკური ასპალეზიდან, ვინც გამდიდრდა შევარდნაძის დროს, იგივე იყო ხელისუფლებაში სააკაშვილის დროს, იგივეა დღეს ბიძინა ივანიშვილის დროს. რეალურად დიდართა კორხორტა შეიქმნა და ნორმალურ ქვეყანაში, საფრანგეთში მილიონერს არ აქვს უფლება კენჭი იყაროს დეპუტატად. საქართველოში თუ მილიონერი არ ხარ, ვერ გახვალ პარლამენტში. გადაბრუნებულია ყველაფერი, ამიტომ არ უნდათ ევროპა და ამიტომ აწყობთ, თქვათ, ის პოლიტიკა და ისინი, რომელიც არის იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებების ცვლილებები პრაქტიკულად არ ხდება. მოდიან დინასტიები და არიან და მოვლენ ხელისუფლებაში და ეს მიღებულია. ეს იქნება ირანი, ეს იქნება, თქვათ, ჩინეთი, ეს იქნება თურქეთი, ეს იქნება სხვა ქვეყნები. ჩვენ ამათ ხო არ ვაკრიტიკებთ იმაშია, მაგრამ ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყანა. ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყანაში ამის დაშვება არ შეიძლება. ამიტომ ესე იგი, თავისთავად პროგრამა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ იმ პოლიტიკურმა გუნდმა, საზოგადოებრივმა სუბიექტმა, რომელიც აღიარებს ამ მიდგომას, რომ ხელისუფლება არის ეს, როგორც აქ ჩამოაყალიბებს და კიდევაც შესაბამისი პროგრამაც აქვს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენს პროგრამულ წინააღმდეგებს ყველა ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა. განხილვის საგნადაც კი არ აქციეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. მიზანია პროგრამულ სერიოზული პროგრამა მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად 21 პუნქტიანი პროგრამაა ეს. საქართველოს ინტეგრალური რესურსები, აი წარმოგიდგენთ აქ. ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამა და 60-მდე ლოკალური პროგრამა, რომელთა მოქმედებაში მოყვანით საქართველოს მოსახლეობის 85%-ზე მეტი გახდებოდა მოტივირებული. მიუხედავად იგნორირების ამ პოლიტიკისა, ჩვენ მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში ამ ეტაპზე სხვა გზას ვერ ხედავთ, გარდა დაპირისპირების დასრულებისა და თანამშრომლობაზე გადასვლისა.
ვნახოთ რას გვიჩვენებს ეს 100 დღე. საქართველოს მოსახლეობასაც ექნება დაკვირვების საშუალება. ჩვენი პოზიცია კატეგორიულია. მომავალი მეცნიერულ პროგრამებშია. ხალხის შეერთებაშია ამ მეცნიერულ პროგრამების შეერთებაშია. 26 მაისამდე მდგომარეობა რადიკალურად არ შეიცვალა. ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლად მოვიყვანთ ყველა პროგრამას მოქმედებაში. კარგად გვესმის, რომ თუ ხელისუფლებისა და პარტიების პოლიტიკური ნება არ იქნება, მედიის საშუალებების მხარდაჭერას ვერ მივიღებთ, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ეს იქნება შიშველ ხელებიანთა დიდი შეერთება მომავლის საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ ვამბობთ, ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. საზღვარი აქვს სიყალბეში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრებას. საზღვარი აქვს მდიდართ ასეთ პარპაშს. საზღვარი აქვს ინტელიგენციის ერთი ნაწილის კონფორმიზმს, ანუ მორჩილებას ხელისუფლებისადმი და მეორე ნაწილის დუმილს. საზღვარი აქვს ტელევიზიებსა და მედიის საშუალებებში ფულის ბატონობას სიმართლეზე. ყველაფერი ეს და ის, რაც ხელს უშლის იმას, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, ხალხი ცხოვრობდეს ბედნიერებით სამშობლოში, უნდა დაიმსხვრეს. ამას ყველანი ვჭირდებით. არა სიძულვილი, არამედ სიყვარული გვინდა. დარწმუნებული ვართ, ეს თანამშრომლობა მივიყვანს დიდ საერთაშორისო კონფერენციასთან, რომლის მიმართვა ხელისუფლებისადმი გელათის 2026 წლის 8 თებერვლის კონგრესმა გააკეთა. მივიყვანს ეროვნული თანხმობის ხელისუფლებამდე, რომლის უგულებელყოფასაც უკვე 10 წელია წარმატებით ახერხებენ სახელისუფლებო და პოლიტიკური პარტიები. გვინდა მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თელმა საქართველომ და საქართველოს ყველა მეგობარმა ნახოს მეცნიერთა კონგრესის პატრონაჟით და მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებრივი პარლამენტი. ეს არის ბატონებო ის, რაც თუ შეკითხვები გაქვთ, თუ არა და მე თქვენი მოსაზრებები და ახლა გავაცხადეთ, რომ კრიტიკას თავი დავანებოთ და მოუწოდოთ ხელისუფლებას, რომ ნამდვილი დებატები დაიწყოს და ამ დებატებისათვის თემებიც წარმოვადგინეთ. აი ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბოლოს და ბოლოს მეცნიერები გვქვია და ვართ მეცნიერები. მეცნიერები საერთაშორისო აღიარებით, მეცნიერები თავისი შედეგებით, მიღებული შედეგებით, საკმაოდ წარმატებული მეცნიერები და ამ მეცნიერებს თუ არ უსმენთ ხალხო, მაშინ ის მაინც გითხარით, ვის უსმენთ და რატომ უსმენთ იმათ. აი პარლამენტის არჩევნების შემდეგ გავიდა უკვე რამდენი წელიწადი და 4 თვეა თუ 5 თვეა უკვე გასული და არაფერი გარდა რეპრესიული კანონებისა, სხვა დანარჩენი კანონები არ მიუღიათ და არც განუხილიათ, არც სოციალურ თემებზე, არც განათლებაზე კიდე აი ესე სპონტანურად მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთო და ნუ თქვენ იცით რაც მოყვა ამას და ახლა უკან იხევენ და რაღაცას ეძებენ კიდე გზებს. ასე არ შეიძლება. მოდით ერთხელ მაინც თქვენი 12 წლის ხელმძღვანელობის პერიოდში ერთხელ მაინც გადადგით პოზიტიური ნაბიჯი, შეხვდით მეცნიერებს, განიხილეთ ჩვენს მიერ დამუშავებული პროექტები და პროგრამები და სახალხოდ სხვებსაც თუ აქვს პოლიტიკურ პარტიებს, სხვა აკადემიას თუ აქვს, ყველას ვისაც რამე პოზიტიური აქვს, გამოვიტანოთ და მთავრობის ხელმძღვანელობით და მთავრობის უშუალოდ მონაწილეობით, პარლამენტარების მონაწილეობით განვიხილოთ ეს და უთხრათ ხალხს, რომ აი ასეთი მოსაზრებები არის და რომელს უჭერთ ხარს. და მივიღოთ გადაწყვეტილება, ხომ არ შეიძლება ბოლოს 34 წელიწადია უკან მივდივართ, წინ არ მივდივართ. ტყუილია ის როცა ამბობენ, რომ წინ მივდივართო. არ მივდივართ, მე 10 წლის წინ თუ მქონდა 250 ლარი პენსია და ახლა მაქვს 500, ახლა მე გაცილებით ნაკლებს ყიდულობ, რომ გადავიყვანოთ ეს ხორცზე და რძეზე და ყველზე და იცით ეს ყველაფერი, ესე იგი საშინელი ინფლაცია მიდის. და ამ დროს ესე იგი ამდენი მილიონერი და მილიარდერები გაგვიჩნდა უკვე. აქედან ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა ითავოს ხელისუფლებამ. ჩვენ ამ რჩევას ვაძლევთ და ველოდებით. მადლობა ბატონო ვახში. მე ბატონ თემურ ერთ რეპლიკას გავაკეთე. ბატონ ვახშის მეთანხმები, მაგრამ ჩვენ ძალიან გვაკრიტიკებს ხალხიც და მეცნიერთა კონგრესის ძალიან ბევრი წევრი. ჩვენ არაფერს არ გვეწებით ამ განცხადებით.
მათ რომ ჩვენ შევხვდით და ველაპარაკეთ, გეთანხმებით თქვენ ძალიან თქვენ რო ეს პოზიცია გაქვთ, ეს არის იმიტომ რომ თქვენ ძალიან კრიტიკული ხართ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დღეს გამოდიხართ და ამბობთ იმას რომ ხალხო დავждეთ და დავილაპარაკოთ. ეს არის ძალიან ამას ქვია მეცნიერი, ამას ქვია მეცნიერება. ჩვენ არავის არაფერს არ ვხვეწებით. ჩვენ მივმართავთ მოსახლეობას. თუ ხელისუფლებამ ეს ასეთი განცხადებები და ასეთი მოსაზრებები არ გაიზიარა, მაშინ ეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ არის და რა გვინდა მაშინ ასეთი ხელისუფლება რო გყავდეს. ეს არ ჩემი პოზიცია. მაგსაც ასე ბატონო თემურ ეს ამ მეცნიერთა კონგრესში იყო სხვადასხვა წინადადებები, მაგრამ ჩვენ მეცნიერები ზუსტად და საუბარია არა დიპლომის მქონე ეგრეთ წოდებულ მეცნიერებზე, არამედ ნაღდი მეცნიერებზე. სამწუხაროდ ბოლო 34 წელი ფაქტურად ყოველ შემთხვევაში შევარდნაძეს ხელისუფლებიდან მოსახლეობის მართვა იყო მაშინ ფაქტურად ამყარებული იმას რომ კორუფციაში ჩართული იყო სახელმწიფო სტრუქტურებიდან დაახლოებით 10-დან 9 კაცი და სხვადასხვა დოზით. შესაბამისად მათი ოჯახები იქიდან მოპარული ფულით მეტნაკლებად ცხოვრობდნენ და მეცნიერებაში, ეკონომიკაში არის ეგრეთ წოდებული ლორენცის წირი, რომელიც განსაზღვრავს მოცემულ ქვეყანაში სამართლიანობის და უსამართლობის პირობებს და ის როგორ არის ეს ეგრეთ წოდებული ლორენცის წირი გადახრილი თანაბარ განაწილებასთან. აი შევარდნაძეს დროს მიუხედავად იმისა, რომ კორუფცია იყო მეტნაკლებად ძალიან დიდი რაოდენობის, მაგრამ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მაინც ჩართული იყო კორუფციაში და ოჯახებს გარკვეულწილად ხო, ახლა ამის შემდეგ ბატონი მიხეილ სააკაშვილის დროს უკვე შემოვიდა ელიტარული კორუფცია და ეს ლორენცის წირი უფრო დაშორდა თანაბარ განაწილებას და აქ უკვე ჩემის აზრით უკვე პირველობა, ესე იგი დღევანდელ ხელისუფლებას აქ კიდევ უფრო დაშორდა, ესე იგი ლორენცის წირი და ფაქტურად 5 დიახ, ეს კიდევ ერთხელ მილიონებითა და ალბათ მილიონებით, ხო, რომელიც ხო, ეს არის ცნობილი მეცნიერებაში მათი ეკონომიკური მოდელი. ახლა პრაქტიკულად ლორენცის გასაგებია პრინციპი, მაგრამ რითი ამტკიცებთ მეთქი რომ რითი ამტკიცებთ ამ ამბავს ფაქტები როგორ აღადებენ მაგაზე. უყურეთ ახლა კიდევ ერთხელ მე ვსაუბრობ რომ შევარდნაძის დროს იყო მასიური კორუფცია. ის როცა ყველა ხედავდა რომ 10-დან 9 იპარავდა, მაგრამ ვინც იპარავდა ეს 9 იმას სხვადასხვა დოზით სახში მიხონდა ეს ფული და მეტნაკლებად, ცუდი ფულით, მაგრამ ოჯახი ცხოვრობდა მეტნაკლებად. ესე იგი სააკაშვილის დროს უკვე 10-დან იპარავდა 1, მაგრამ იპარავდა იმდენს, რამდენს იპარავდა ის 9. შესაბამისად, მოსახლეობის პატარა პროცენტს ჰქონდა იმავე რაოდენობის ფული. დღევანდელ ხელისუფლებას სამწუხაროდ გააგრძელა ეს გზა. მაღალ რანგში იყო კაცი. დიახ, მაღალ რანგში. ამიტომ ჩვენ საუბრობ, ჩვენ გვესმის ეს, რომ როგორც სააკაშვილის დროს იყო უსამართლობა, მათ შორის აი თანაბარ განაწილება, ასევე დღესაც არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ მეცნიერები აქ სწორად ითქვა, იყო განსხვავებული აზრი. მათ შორის მეცნიერება და განათლება დაანგრევა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის დროს 2004-5 წლიდან. მაგრამ ის, რასაც დღეს თავაზობს ხელისუფლება, ეს ყოველად მიუღებელია. მეცნიერებას ბოლომდე ანგრევენ, განათლება გადაყავთ დაახლოებით ისე რომ პერსპექტივაში აფრიკული ქვეყნების ეს იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს 3 მსოფლიოს დონის სკოლები. მათემატიკური მუსხელიშვილი ვეკუა, ფიზიოლოგია ბერიტაშვილი და უზნაძე განწყობის თეორია და ასევე კიდევ ფიზიკოსები და სხვები არიან მაღალი დონის. როგორ შეიძლება ქვეყანას, რომელსაც აქვს დიდი ტრადიციები, გადავიდეთ ესე იგი რაღაცნაირად მარტო სპორტი, ცეკვა და კულინარიო. კი ბატონო, ეს კარგია, მაგრამ ქვეყანა განისაზღვრება იმით, რომ რა ურთულ დარგში მეცნიერება განათლებაში წარმატებები აქვს. ამის მაჩვენებელი არის ეს. და უნივერსიტეტები, რომელსაც ახლა ცდილობენ დაანგრიონ, იცით როგორ მათი რეიტინგი დგება. თავარი არის მოცემულ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების სამეცნიერო რეიტინგი, რომელიც დგება
არა ერთმა მეცნიერმა თქვა შიდა მოხმარების ჟურნალებში გამოქვეყნება საქართველოს, არამედ უცხოეთში ისე სამეცნიერო ჟურნალებში, რომელიც არის სკოპუსში და Web of Science-ში. ასე დგება. და ამიტომ ჩვენ ესე იგი კიდევ ერთხელ გადავდგამთ ნაბიჯ მეცნიერები, რომელსაც კარგად აცნობიერებენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, დღევანდელ ხელისუფლება ბევრ მიმართულებით არასწორ ნაბიჯებს დგამს და ჩვენ საუბრობთ, რადგან სამშობლო სამივე ოთხივესთვის ერთია საქართველო. მოგვიწვიეთ ჩვენ მოცემულ დარგში, ფოკუს ჯგუფებში, ჩვენ მზადა ვართ ვისაუბროთ არა კამათით, არამედ დავუმტკიცოთ, რომ მოცემულ დარგში ასე ჯობია საქართველოსათვის. თხოვთ ვინმეს დიახ. რაც მოვისმინეთ დღეს ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების აზროვნებას სერიოზული კარიერი გააჩნია. ადრეც ვამბობდით, რომ მომავალი პოლიტიკა უნდა იყოს მეცნიერული. თუ პოლიტიკა მეცნიერული არ არის, მაშინ დაღუპვის გზაზეა წასული. აგერაც ბატონმა თემურიმ დადო, ეს ყველაფერი გაჩერებულია. რატოა გაჩერებული? იმიტომ რომ ინტერესი არ აქვს. წისვლის ინტერესი არ აქვს. ეს დაუქვემდებარეს მოკლე ვიწრო პოლიტიკურ ჯგუფს ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მოქცეულია კატასტროფის გზაზე. ეს ყველაფერი წაგვიყვანს კატასტროფისაკენ. უახლოეს მომავალში აღარ ჭირდება ამას საუკუნეები და ათწლეულები. აქედან გამომდინარე, თუ ისე კიდევ შერჩენიათ აზროვნება, თუ ისე ოდნავ მაინც უჭირით გონება, უნდა მოტრიალდნენ მეცნიერულ პოლიტიკისკენ. სხვანაირად ჩვენი მომავალი არ იქნება. ეს მინდოდა ძალიან მოგწონთ. ძალიან. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გამოხატო ძალიან დიდი პატრიოტიზმა ყველა მეცნიერის მიმართ, რომელიც იღებს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობას და ასე ვთქვათ, ხელისუფლების დაგვიანებულ ვთქვათ, ეხლა დაიწყო თითქოს ხელისუფლებამ აი დებატები და არგუმენტების ასე ვთქვათ წარმოჩინება, ხო, სატელევიზიო ეთერებში ჩვენ ხედავთ, რომ ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ტელეეთერში სწორედ უნივერსიტეტის ვთქვათ საკითხებთან მიმართებაში და მოხდა ისე, რომ ვთქვათ, თითქოს არგუმენტები არ გააჩნდათ მეცნიერებას. თითქოს მოუმზადებელები იყვნენ, მაგრამ იქ არ იყვნენ ის მეცნიერები, მე მინდა ხაზგასმით თქვა, რომლებიც მართლაც ამ დარგში და ამ ვთქვათ სფეროში არიან მაქსიმალურად კომპეტენტურები. მე მქონდა საუბარი გია კვაშილავასთან, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომ ვთქვათ, იქ რომ ყოფლიყვნენ ის ადამიანები, ის მეცნიერები, ის კომპეტენტური ხალხი, რომლებიც მართლაც შეიარაღებულები იყვნენ და არიან არგუმენტებით, ის დებატი არ მოხდებოდა ისე და არ წარიმართებოდა, როგორც წარიმართა. ხო, თითქოს გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას აქვს ერთის მხრივ არგუმენტაცია, აქვს მტკიცებულებები, აქვს ესე იგი ადეკვატური დამოკიდებულება პროცესის მიმართ და მეორე მხარე გამოჩნდა ძალიან სუსტი, უარგუმენტო და მარტო ლოზუნგებით შემოიფარგლენ და ეს იმის ბრალი კი არა, რომ სიმართლე ხელისუფლების მხარეს არის, იმიტომ რომ მეორე მხარე არ იყო სათანადოდ შერჩეული და სათანადოდ მომზადებული სამწუხაროდ. ეს უნდა გაჟღერდეს და უნდა ითქვას ეს პირობები, ეს ერთი. ეხლა მეორე, როდესაც ესეთი უმნიშვნელოვანესი პროცესი იმართება, რასაც ქვია და ვთქვათ უნივერსიტეტთან გაერთიანება ან რაღაცა შეკვეცა იმ ფაკულტეტების ერთი ქალაქის პრინციპი, რასაც ეძახიან, მე ეს ბალანსი ბაზარს მოთხოვნასა და თქვათ საჭიროებას შორის, რაც თქვათ გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან, ეს რაც არის თვითნებურად სასახად ხელისუფლების მხრიდან არ უნდა მოდიოდეს, ეს უნდა ფართო განხილვის, ფართო დისკუსიის საგანი. ანუ ეს უნდა ამაში უნდა იყოს ჩართული ფართო ის მეცნიერები, რომლებსაც ღვაწლი აქვს, ხო, აი ძალიან დიდი 10 წლების განმავლობაში მუშაობდნენ უნივერსიტეტებში, 10 წლების განმავლობაში აქვთ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. კიდევ არ შეიძლება არ შევეხოთ იმას, რაც ხდება მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტთან მიმართებაში. ეს არის ძალიან საფრთხილო თემა. მით უმეტეს რომ ჩვენ მოგესალმებათ სამწუხაროდ
დაკარგული გვაქვს ტერიტორია თითქმის და არანაირი პოლიტიკა თქვათ აფხაზეთთან მიმართებაში პრაქტიკულად ხელისუფლებას არ გააჩნია და იმის მაგალითად რომ კომპენსირება გააკეთოს შიდა თქვათ დაწესებულებებზე, რასაც სოხუმის ქვია, რასაც ასოცირდება ზოგადად სოხუმთან და აფხაზეთთან თქვათ აი ეს ხელაღებით შეეხო ეს უნივერსიტეტს ეს მე ვფიქრობ რომ თითქოს ღალატის თოფასი არის, იმიტომ რომ ანუ მიდიხარ იქ სადაც პრაქტიკულად ჩემი გზა არ აქვს და ერთი პატარა გზა გაქვს აი სოხუმის უნივერსიტეტი რა ქვია და იმასაც ჭრი შენ ამას რა ქვია კიდევ შეიძლება მე დავამატო ის რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოს ძალიან დიდი სიმართლე, იმიტომ რომ უკან მოუბრუნდება ჩვენ მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენლები ვინც ვართ ანუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ასე ვთქვათ მოექცეს ეს ძალიან ესეთი გასულია თითქოს საკანონმდებლო ჩარჩოებიდან და რაღაცა გეგმაზრული გონივრული ჩარჩოებიდან ეს პროცესი და რაღაცა დაბრუნდეს ეს გონივრულ კანონიერ ჩარჩოებში ან თქვათ გადაიხედოს ის გადაწყვეტილებები რომელიც ხელისუფლებამ მიიღო გადაიხედოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩაერთონ ფართოდ ფენები მეცნიერთა აკადემიური წრეები და მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება და არ იყოს სოხუმის უნივერსიტეტში თუნდაც და სხვა უნივერსიტეტებში აგერ პრეზიდენტი სოხუმის უნივერსიტეტის ძალიან ძირითადი წარმომადგენელი მიყავს დღევანდელი ბატონ თემურ ჩილაშევას თქვათ მე და გამოგიცხადოთ სოლიდარობა ბატონ თემურ და მე ვფიქრობ რომ ასე თქვათ ეს პროცესი ესე არ დასრულდება როგორც თქვათ თითქოს ჩანს რომ უნდა თითქოს მიიყვანეს ბოლომდე და ეს რეფორმა განხორციელდა არა ესე არ მოხდება ანუ უნდა მოექცეს ძალიან ესეთი აკადემიურ ოპტიმალურ ჩარჩოებში რაც თქვათ გონებასთან ახლოს არის მადლობა ხო განეთ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ძალიან მტკივნეული ქართული კაცი ყოველთვის იყო კარგი იქნება დაასახელო გვარი ბატონი ვაჟაშვილი პაატაში უბედეზე პროფესია ფსიქოლოგი ინჟინერი და ეთნომუსიკოსიც ამავდროულად იმიტომ რომ საქართველოში იმდენი საბაზისო და იმდენი სამნიშნულოვანი თემებია საპატრონებელი და მისახედი და გულშემატკივარ საჭიროებს რომ ეს მაღალი კვალიფიკაციისა და მაღალი განათლების გარეშე იქნება დილეტანტური და ასე ვთქვათ ნელა ის რა ჩვენმა წინაპარმა რუდუნებით შეიძლება მეცნიერი არ არქვა მაგრამ დიდი მეცნიერი იყო ზუსტად ბუნების მეტყველებაში ჩვენი გამოყვანილი მუშა ფუტკარი ამაზე მეტყველებს ჩვენი კავკასიური ნაგაზი ზახიან მაგრამ ეს არის ყაზბეგურას თვითონ ნაგაზი და როგორი თვისებებით არის ჩვენი ვენახო ჯიშები ახლა ეს ყველაფერი სელექცია და ეს ხორბლის ჯიშები ამდენი რომ დახვეწილი და გამოყვანილი ეს ყველაფერი იმაზე მივდით რომ ჩვენ გქონდა ტრადიციაში ეს კულტურა ამ კულტურის მატარებელი ხალხი ვარ და ბევრი რამე მივეცით ამ სამყაროს ის კი არა მუსიკალურ სამყაროს ევროპულ სამყაროს მივეცით ის საოცარი სამხმოვანება თუ ჰარმონია რომლითაც დღეს ახლა მთელი ევროპული დასავლური მუსიკალური სამყაროს გემოვნება ყალიბდება და ასე შემდეგ რაც შეეხება ახლა ნებისმიერ ცვლილებებს ქართველი კაცი ამბობს რომ 100-ჯერ გაჭერი და 100-ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი ასე ხელაღებით შენ ასეთ დემოგრაფიულ მდგომარეობაში ასეთ უმუშევრობისა და ასეთ უიმედობის ფაზაში როცა ძალიან მცირე ნაწილი საზოგადოების ამტკიცდება და დანარჩენი მზად არის გასაქცევად იმიტომ რომ თავი გადაერჩინოთ და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეხლა ყველა ის ემიგრანტი ქართველი კაცი რომ მიდიოდა საქართველოსდან უწინეს აი ფერი როიზე იმეთ ეხლა ირანის მიერ ქართველების ჩასვლა აზერბაიჯანში რა ქვია ირანში სამარცხინო შეფასებით ინვესტორებად თითქოს სატურისტო ტურიზმს ავიწყებდა ვიზე იმეთ ეს ამბავი ხო იმას თითოეულს ხელსახოთში გახვეული ქართული მიწა მიქონდა და ნათქვამიც არის რომ ქართული მიწა ესე ხელსახოთში გატანილიო რა არ არსებობს ქართველი კაცი რო აი იქ ნეველში სასაფლაოზე წერია ერთ-ერთი აქედან წასული იმიგრანტის უბრალოდ იმიგრანტია ის ვინც მიდის და ემიგრანტი ვინც ჩამოდის რომ აქ ძვლებიც კი საქართველოსზე ფიქრობენ როგორ შეიძლება შენ ამ ხალხს დაუგზავნო მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სოციალურ მდგომარეობისთვის არა ისე იწვის რომ ფაქტობრივად იმაც ხარჯზე ვარსებობთ საქართველოს თუ არ გავნადგურდით ეკონომიკურად და როცა ამდენი მეცნიერული აზრი არსებობს, ამდენი პოტენცია არსებობს
საერთოდ ცხოვრება, მათ შორის პოლიტიკაც არის შესაძლებლობის ხელოვნება, როგორ იყენებ შენ შესაძლებლობას. შენ რომ მეცნიერებას დაკეტავ, ან ვიცით ახლა რომ პირიქით ხდება დიფერენციაცია, ანუ დაყოფა იმ დარგების, ეხლა მაპატია და დასავლეთში მაგალითად აღნიშნე რომ წინა კბილების ორთოპედი ცალკე არსებობს, უკანა კბილები ცალკე არის. იმდენად დიფერენცირებულია, იმდენად სპეციფიურია. ვიწრო სპეციალიზაცია. შენ რომ ასე ხელოვნურად აერთებ თავი დროზე ეს უცნებობდა ამაზე კაცო ამდენ ინჟინერზე ილია უცნებობდა მე ივანე ჯავახიშვილმა რომ ტექნიკური დარგები რო გამოიყო და თანამედროვე ხა აკპ-ის რო ეძახოდი საქართველოს პოლიტექნიკა. იმათ თავის ტრადიციები შექმნა მე ვიზიოიმეთ ამ ინსტიტუტის და ერთია რამდენად რაციონალურად იყენებ ამას, რამდენად შენ ეფექტური ხარ და რამდენად მე ავითარებ დარგებს და როცა საქართველოში მრეწველობა საერთოდ აღარა გვაქვს, როცა შეგნებულად ხდება ნგრევა და ესე იგი ჯარჯის სახით გატანა ჩვენი სამრეწველო სიმძლავრეების და მარტოში ვაჭრობა რომ დარჩა ქართული კაცის ძირითად საქმიანობა. გასაკვირველი ამ ფონზე ახლა კიდე ერთი ხელშეწყობა ის იქნება რომ საერთოდ დაანგრიო მეცნიერება, დაანგრიო დარგები აღარ იყოს ის ტრადიციული ფუნდამენტური მეცნიერებები განსაკუთრებით და ასე შემდეგ. ეს არის ყოველად გაუაზრებელი ქმედება, იმიტომ რომ სანამ ეს ნაბიჯი იქნებოდა გადადგმული, სანამ ამეთი კლერება მოხდებოდა, ამაზე უნდა ყოფილიყო ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები, დებატებამდე დისკუსიები. დებატე ნიშნავს რომ ვიღაცას უნდა შენ მოწინააღმდეგე მასელ ბიჭებზე დასცა, ასე ვთქვათ, მოუგო. დისკუსია ნიშნავს რომ განიხილავ ამ საკითხს და განხილვის მერე მიდიხარ სწორდასწრებამდე. ამიტომ მე მხარს უჭერ ახლა დღესდღეობით ყოველგვარ წამოწყებას განსაკუთრებით მეცნიერთა კონგრესის, იმიტომ რომ ის აზრი, ესე იგი არ არსებობს აზროვნებაზე უფრო მეტი ძალა. რომელი ქვეყნებია განვითარებული და რომელი ქვეყნებია თუნდაც მილიტარულად ძლიერი, ხო? ვინც ტექნიკურად აზროვნებს და ვინც მეცნიერულად მაღალ დონეზეა. ციფრული ტექნოლოგიიდან ყველაფერი განათლება მოიტანა, ხო? ასე შემდეგ მე მგონი რომ ეს არც კი ითხოვს ღრმა კრიტიკას, ეს არის ზედაპირზევე ჩანს ის დამანგრეველი და ის ნეგატიური, როცა ხდება ის რომ შენ არ უსმენ მეცნიერს, არ უსმენ ცოდნი ადამიანს და შენი ეს ხო იმიტომ მოხდა რომ იქ ეკონომიკური ინტერესებია, რომ დიდი ფართობები განთავსდა თბილისი დაემგზავრა რაღაც ბეტონის ჯუნგლს, ხო? ცხოვრების ხარისხი როგორ იქნება ჰაერის შემადგენლობა, სასმელისმის შემადგენლობა. საერთოდ ამაზე არავინ არ ფიქრობს და არის მგებიანი ბიზნესი, ანუ მეცნიერება და ყველა ჩვენი საქმიანობა გადაითარგმნა ბიზნესის ენაზე, რომ ვისთვის უნდა იყოს ეს თან ვისაც ხელი მიუხდება, რომ ვიღაც ძალიან მცირე ელიტარულმა ნაწილმა, ეგარ როგორ თქვენ არქნებთ, ესე ელიტარული განვითარდეს ელიტარული კორუფცია. მე არაფერს არ ემსახურება, ნებისმიერი ქმედება, კიდე მეცნიერება შეეხოს და სპორტსმენებისა და ასეთი ხალხის დასაქმება პოლიტიკაშიაც. პოლიტიკა რომელიც არის ყველაზე ურთულესი დარგი, ურთულესი, ყველა სპეციალობაზე ურთულესია და შენ მოკავს და ოლიმპიურ ჩემპიონებს და სახელსაც უტეხავ იმათ. და ესე იგი შეურაცხყოფასაც აყენებ, კაც არ ესმის ის დარგი და შენ რო ქვეყნის მართვის ვერ კეთებს იმას აბარე. იმიტომ რომ ცნობადი სახეა და იმიტომ რომ უნთმაგარია. უნთმაგარი ხო არ უნდა მართავდეს ქვეყანას, უნდა გონით მაგარი და გონით ძლიერი ადამიანი. მადლობა, ხარხს დავით. დიდი სიამოვნებით შევერთები ყველა ხელთაგანის გამოსვლას. რა თქმა უნდა ეს დოკუმენტი რომელზედაც უკვე წლებია მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და როგორც იქნება მე მგონი ფიქრობ რომ დროულია სწორედ აი ამ იმართვის მიღებაც და გადაწყვეტილებაც რომ ეს გადავცეთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციას ეს დოკუმენტი განსახილველად. საქმე იმაში გახლავთ რომ ეს თითქმის ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ რაღაც ისეთი შემოჭრილობაა ხელისუფლების მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც რომ თითქოს რაღაც ისეთი გვიშლის ხელს, რომელიც ადვილად გადასალახია იმ შემთხვევაში თუ კი ერთიანი მონდომება და მიდგომა იქნება. საქართველოს ყოველთვის გამოირჩევა და თავისი რაღაც განსაკუთრებული ნიშნებით. ასეთი იყო, გნებავთ ახლა მე ვისაუბრეთ აქ, გნებავთ აი მეტალურგია, გნებავთ ხელოვნების, აი ეს ყველაფერში გამორჩეული ვიყავით. დღეს ქვეყნის წინაშე დგას ეს საკითხი, რომ აი სწორედ იმას მივაგნოთ ახლა, რაც ისევ და ისევ განსაკუთრებულებას შეძლებს ჩვენს ქვეყანას და ასეთი რამე თითქმის არც არის საძებნი აი წეგან აქ პროგრამებზე იყო საუბარი, აი ამ დოკუმენტების გაცნობით ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ მივხვდეთ რა მიმართულებებს უნდა მივანიჭოთ პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამების მიმართ მხედველობაში. დიდი მადლობა, ძალიან და მოგესალმებით. ისეთ საინტერესო წარმოადგინეს შტაბის ტილოები მეგობრებმა
და ისეთი საინტერესო მოხსენებები იყო ბატონი თემურის, ბატონი ვახშის და განსაკუთრებით ბატონი თემურ შაშიაშვილის, რომ იქნებ მე უბრალოდ დავთანხმებულიყავი და თქვენ თავარ მეგობრებოდა და ხელს ვაწერ და ყველაფერი მეთქი, მაგრამ დღეს ისეთი ცნობა წავიკითხე და ისე გავღიზიანდი, ორიოდე სიტყვა რო არ თქვა, როგორც ეკონომისტმა. ხო, წარმოადგინეთ, ხო, აბროსი გრიშიკაშვილი. არ შეიძლება. ესე იგი, ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გამოდის და საქართველოს ბანკს მადლობას უხდის და რატომ? საქართველოს ბანკი არის ლონდონის ბირჟაზე იმ 100 ფირმას შორის, რომლებიც ესეთი წარჩინებულები არიან და რომლებიც ეს სახელი მოიხვეჭეს. კაცო, ჩემთვის როგორც ეკონომისტის ეს ყოველი გაუგებარია. რას ნიშნავს საქართველოს ბანკი რანაირად შეიძლება სანიმუშოდ იყოს? ეს არის მონოპოლიის წარმომქმნელი ბანკია, ოლიგოპოლიის ერთ-ერთი 4 თუ 5 ბანკია მონოპოლიას ქმნიან და ეს არის საქართველოს ბანკი, მათი ლიდერი. და რას ნიშნავს მონოპოლია? მონოპოლია იმას ნიშნავს, რომ ნაცვლად 6%-ისა უნდა გამართო 30% უნდა მიიღოს ზემონოპოლიური მოგება, ამით გამდიდრდება. და ამ მაჩვენებლით გახდა საუბარი. ამ მაჩვენებლით ხდება ვისაყრიან თვალში ნაცარს კაცო. რანაირი ეკონომიკა? ძალიან აქტიური ვიყავი გარდაქმნებამდე, ხო, საკმაოდ ასაკიანი ვიყავი, ხო? ხო და ამას ვწერდი და ამას ვფიქრობდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო. ესე იგი, საქართველოს ბანკი არის ევროპაში რენტაბელობის მაჩვენებლის მიხედვით 5-ში. უღარიბეს ქვეყანაში რანაირად შეიძლება ბანკი იყოს 5-ში. კარგად ევროპის მოსახლეობას ზავწობს წარმოადგენს. არ ვიცი რა, მე. სადაც მრეწველობა არ ყველა ბანკი ძარცველია, მაგრამ განსაკუთრებით რო ვიძახით ფასები უნდა შევამციროთ ცხოვრებულო რანაირად კაცო ფული არის სისხლია ეკონომიკის და თუ შენ სისხლი გაუჩერე ორგანიზმი არ გაჩერდება, ფასები როგორ უნდა შეამცირო? სუსი როგორ ეს ვინ მოიგონა სუსმა რანაირად უნდა ფასები შეამციროს? შევარდება ერთხელ გამოვარდება და ეგ არის? უნდა სუსი მართავს ეკონომიკას ხარ. არ ვიცი რა. ძალიან ძლიერი მდგომარეობა და როგორ უნდა გამოსწორდეს? ეს მე არ. ნუ ამიტომ ვთავაზობ და სისტემური ცვლილებებია ყველა მიმართულებით, განათლებაში, ეკონომიკაში, წესრიგში, აღერ ის რო ვთქვით, მე მინდა ერთი ანალიზი გავაკეთო 1 მილიონ მოსახლეზე რამდენი ჩინოვნიკია დაუშვათ ჰოლანდიაში, დაუშვათ ესპანეთში და რამდენი ჩინოვნიკია, ესე იგი ბიუჯეტი თითქმის პრიორიტეტულად ესე იგი იხარჯება თანამშრომლებზე, იმ თანამშრომლებზე, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება და რომლის ერთადერთი მიზანი არის არჩევნებზე ამ ხელისუფლების გამარჯვება. არ შეიძლება ეს ბატონებო, ვისაც მოგმართავ დღეს, ას შეიძლება და დავჯდეთ და დავფიქრდეთ და იქნებ თქვენთვისაც უკეთესი იყოს ის, რასაც შემოგთავაზებენ მეცნიერები აი ამ თავიანთ პროექტებში. მადლობა ბატონო თემური შაშიაშვილმა. შეკითხვა ხდება. უკეთესი იქნება გააჩნია რა აქ მიზანი ხელისუფლებას. თუ ხელისუფლებას მიზანი აქვს რომ მარადიულად ხელისუფლებაში დარჩეს, მაშინ ამას თქლიურად არ მოწევს. თუ მიზანი აქვს სახელმწიფო რაღაცაში რომ მოსახლეობა არ გაიქცეს დემოკრატიული კატასტროფაში. არა, ჩვენს რა მიზანი. აი გააჩნია რა მიზანია. კი ბატონო, ჩვენ ახლა უფრო ისკენ და მართლაც სწორად დანა ბატონ თემური, რომ 26 მაისამდე კიდევ გარკვეული დრო არის, ჩვენ ვთხოვდით ყველას, მათ შორის სახელმწიფო პარტია, სხვა პარტიები მართლა წარმოადგინონ ის გეგმა, როგორ ხედავენ აქ თქვენ ბრძანეთ ბატონო თემური, უკვე ხალხს დაავიწყდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. აფხაზეთის გარეშე საქართველოს ვერასოდეს როგორც ქვეყანა ვერ შედგება, ამიტომ დიდი მადლობა ნიკოლოს, რომ აფხაზეთის დაბრუნების ერთ-ერთი დაფი დარჩენილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბოლომდე ჭრიან, რომ გაახარონ სადღაც ჩრდილოეთ ერთ-ერთ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ სხვებსაც მოусმინოთ, ასევე ჩვენი ხედვაც ესე გვინდა წარმოადგინოთ ნებისმიერ დებატებში, სადაც ჩვენ მხრიდან მოცემული ფოკუს ჯგუფები წარმოადგენენ მივლენ და შეგვიძლია ვისაუბროთ. თავარია, რომ ჩვენ შევთანხმდეთ, რომ მოცემული მიმართულებით რა არის საქართველოსთვის კარგი და არა ვთქვათ გარკვეული პარტიისთვის ან გარკვეული მეორე პარტიისთვის ძალაუფლების შენარჩუნების, რადგანაც
ბუნებრივი ეს პარტია, რომელიც ხელისუფლებაა, მას აწყობს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა იყოს ის ძალა, რომელიც ვერასოდეს ხელისუფლებაში ვერ მოვა, რადგანაც მოსახლეობა მიცის მათი ყოფნის ხელისუფლების დროს რა როგორ გაკეთდა. ამიტომ ჩვენ საუბრობთ, შეიძლება მესამე ხედვა უფრო უკეთესი საქართველოსთვის. და ამიტომ ამ ხალხს მიეცით საშუალება წარმოადგინონ თავისი ხედვა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ესე იგი ვალდებული ვართ ქართველები, როცა აი გარშემო ესეთი მდგომარეობა არის, ჩვენი სამშობლო საქართველო, რომლის დღემდე მოსვლამდე ბევრმა ესე იგი თავდადებულმა ქართველმა ესე იგი სისხლი და დაღვარა და თავები დადო და შენ მიუხედავად ამისა ერთის მხრიდან ესე იგი ხმალი ეკავათ, მეორეს მხრიდან მუშაობდნენ საქართველოს განვითარებას და შემდეგ რომ ეს ქვეყანა სწორ გზაზე დადგეს და რაღაცნაირად ის შევინარჩუნოთ, რა ჩვენ გვაქვს ტრადიციები, მათ შორის მეცნიერება განათლებაში განვავითაროთ კიდევ, რადგანაც 21 საუკუნე ეს არის ტექნოლოგიების საუკუნე. ახლა ვინმე ხომ უნდა დაფიქრდეს, ახლა ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ უმაღლესი დონის ტექნოლოგიებში მაინც ამერიკა წინ არის და საფრანგეთის ყველაზე შორის. რატომ? ჩინეთი ბევრ საკითხში, საინჟინრო საკითხებში პირველია, მაგრამ აი ზუსტი ტექნოლოგიის საკითხებში რატომ? იმიტომ რომ შექმნა გენიალური რაღაცეები, ჭირდება მეცნიერ სრული თავისუფლება. არ შეიძლება რომ ხელისუფალმა დაუშვა ჩინეთის თქვა, აი თქვენ ბატონო უხანის უნივერსიტეტში ან სხვა უნივერსიტეტში მოიგონეთ ისეთი რაღაცა, რომ გაუსწროთ ამერიკას. მაგრამ სიტყვა რა მოიღოთ არაფერს სხვაზე. არა. მე ახლა ყველას პატივცემ და ჩვენ საბედნიეროდ ამ კონგრესში არის ბევრი ნაღდი ესე იგი მოქმედი მეცნიერი, თუ თავისუფლება მეცნიერს არ აქვს, ვერ მიიღებს კარდინალურ შედეგებს. რაღაცა პატარა შედეგებს, რომელიც ჩვენ უწოდებთ მეშახტეობა, კარგაგები საუბრობ მეცნიერებაში. აი გენიალური საკითხები მოდის სრულ თავისუფლებაში. ამიტომ ქართველებს გვიყვარს თავისუფლება და ნიჭის გვაქვს. ამიტომ შექმნათ უნდა ისეთი ქვეყანა, სადაც მიეცემა გზა ნიჭსა და თაყვანისება ღირსებას, როგორც თქვა დიდმა პოეტმა. მადლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო მაინც გაიმარჯვებს. დავუმატეთ და დავამტკიცეთ. უნდა გაჟღერდეს ის რომ თქოს შეიძლება შევშალება რომ ხელისუფლება დარჩენილი არის ჯანსაღი ოპონენტების გარეშე. ანუ ოპოზიცია თითქოს არ არის დღეს იმ სიმაღლეზე რომ რა თქმა უნდა თანასწორი ოპონირება მაინც გაუჩნიოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ოპოზიციამ სამწუხაროდ დაირჩია დესტრუქციის გზა, რაღაცა თქვათ პროტესტის გზა, იმით რომ არც პარლამენტში არ შევიდნენ მოგესალმებათ, ქონდათ საკმაოდ მაღალი აჩვენებლები, მგონი 47-56% და ისინი არ შევიდნენ პარლამენტში. ეს ძალიან დიდი დარტყმა არის ქართული დემოკრატიის თქვათ დემოკრატიისთვის, იმიტომ რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ხდის არა მარტო ხელისუფლება, არამედ ქმნის ოპოზიცია და ოპოზიციის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება აი თვითნებობს, ისე თვითნებობს, როგორც ჩვენ ვხედავთ ხომ, ანუ რასაც თვითონ თulis სწორედ თავისი ინტერესების ფარგლებში ისე იცევა. არავის სანდალის აღწევს. პარლამენტში ունեն ძალები, რომლებიც ასე ვთქვათ, გაწევენ ძალიან ადეკვატურ რა თქმა უნდა, რაღაცა არგუმენტებში დაყრდნობილ ეს თქვა ძინავდებობას, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია არ გვქონდა, ამიტომ ოპოზიციაზეც არის პასუხისმგებლობა დღევანდელი შექმნის სიტუაციაზე. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც თითქმის არის ხელისუფლების მხრიდან მიღებული, ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხიც. ამიტომ მეგობრებო, მე მიმართავ ჩვენსთან მოქალაქეებს, საჭირო ხდება ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბების ახორციელებლობა, რომ მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში ახალი ეროვნული ძალები, რომლებიც შექმნიან აბსოლუტურად ახალ რეალობას და ქართულ დემოკრატიას, რომელიც პრაქტიკულად ძირი გამოუთხარეს, რაც უნდა მოხდეს ის, რომ დემოკრატია შემოვიდეს ქვეყანაში. ანუ საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების გარეშე ბატონ თემურჩილოვიჩი ვაკარებ და გამოცხადდა წინსვლა ვერც დემოგრაფიას ვერ უშუალოდ ვერც ეკონომიკას თუ დემოკრატიულ პრინციპებს
არ მივხვდით და მე ვფიქრობ რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტი არის გამოსავალი რომ ყველა სეგმენტს, ყველა ჯგუფს, ყველა ასე ვთქვათ საზოგადოებრივ გაერთიანებას ყავდეს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. არა ის ხალხი, რომლებიც საერთოდ არ იცნობს საქართველოს სრული მოსახლეობა, ხო, ანუ რას წარმოადგენს დღევანდელი პარლამენტი? დღეს საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს დაახლოებით 25%-ს საქართველოს მოსახლეობისა. ესე იგი 75% არის წარმომადგენლობის გარეშე დარჩენილი, ხო? ანუ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ასე ვთქვათ მისცეს ხმა ოპოზიციას, ისინიც არ არიან პარლამენტში და არც პოლიტიკაში შეღავიან თითქმის ყველა ან დაჯერილია, ან დევნილია, ან აი ესეთი მძიმე მდგომარეობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მუშაობაა საჭირო, გაერთიანებაა საჭირო და საჭიროა ის, რომ მეცნიერებას დავუკვდეთ ყური. მეცნიერება შემოგთავაზებს ყველაზე ოპტიმალურ და სწორ გამოსავალს. დიდი მადლობა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ესე იგი პროექტები ყოველი მიმართულებით, რომელიც წარმოადგენდა მეცნიერთა კონგრესზე, იპოვებს თავის გამოხმაურებას მოსახლეობაში. თუ ხელისუფლებას სურს და ჩვენ მზადა ვართ ესე იგი გარკვეულწილად დებატებში და საუბარში შევიდეთ, თუ არა და მოსახლეობა ამას აღიქვამს, რა თავაზობს მეცნიერთა კონგრესი, რას თავაზობს თქვათ ხელისუფლება და რას თავაზობს ის ნაწილი, რომელმაც ესე იგი ინკლუზივი, ესე იგი დაერქვა, რომ ოპოზიცია მარტო ის არისო და ესე არ ხდება. ამიტომ მომავლის იმედით ჩვენ გემშვიდობები და იმედია რომ საქართველო მაინც გაებიწყინებს. მადლობა.